მოდით ნახოთ, როგორი იქნება აგვისტოს თვე და რას გვირჩევს დარო. და აქ ჩანს, რომ უკვე თქვენ ფიქრობთ სამსახურში როგორ დაბრუნდებით, სადაც არ უნდა იყოთ, უკვე ფიქრობთ იმაზე, როგორ მოახდენთ გამოვლენას, თქვენ დაისვენეთ და ახალი იდეებით მიდიხართ. ან ისვენებთ და ფიქრობთ ახალ იდეებზე. დაგეგმილი გაქვთ უკვე, იწყებთ დაგეგმვას, რაც ძალიან ჩვეულებრივიც არის აგვისტოს თვეში დაგეგმა და ასევე დგებით არჩევანის წინაშე. შეიძლება ზოგი ფიქრობს, რომ საით რა მიმართულებით დავიწყო განვითარება, ღირს თუ არა ჩემი საქმის წამოწყება, ალბათ აქ უფრო ეს მომენტიც არის, ბევრი ფიქრობს, გავაგრძელო თუ არა ის ურთიერთობა, რაც ეხლა ჩამოყალიბდა. არჩევანის წინაშეც დადგებით, ძალიან დიდი პოტენციალიც გამოვლინდება თქვენში, თუ შევხედავთ სხვა დასტაში კიდევ ამოვიღა ერთი არკანი და ნახეთ, როგორი პენტაკლების ტუზი ამოვიდა. კარგი შანსი გექნება, ძალიან კარგი პენტაკლები სტუზი არის დიდი შემოსავალი გამართლება, ეს არის ასევე შანსი სამყაროსგან მოცემული, თვითონ სამყარო გაძლევთ გარკვეულ სიუხვეს და ეს იქნება ალბათ თქვენი არჩევანის, თქვენი ამ იდეების და განზრახვების, განხორციელების შედეგი. ან შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენ გჭირდებათ გარკვეული თანხა თქვენი პროექტისთვის, დაგეგმილი რაც გაქვთ ამისთვის და შემოგდით ეს თანხა მოულოდნელად, ან რაღაცას დაგიფინანსებენ, ან მოიგებთ კონკურსში რამეს. მოკლედ თქვენი ტალანტის გამოვლენა მოხდება. ჯერჯერობით ალბათ ყოყმანობთ, გადავდგა თუ არა ეს ნაბიჯი. იცით რა არის, ითხოვს თქვენგან ეს გამოვლენას, თქვენი განზრახვა და ჩანაფიქრი ითხოვს. ანუ იდეები თავში გაქვთ ბევრი, წინა გაშლაში ამოვიდა, რომ პირდაპირ ჰაერში იჭერთ იდეებს და ეხლა ნახეთ, ეს იდეები უკვე ითხოვენ განხორციელებას და თქვენ კიდე ყოყმანობთ, გამოვლინდე თუ არა, მექნება თუ არა შედეგი, აი რაღაცა ესეთი ჩანს და გექნებათ, ნახეთ, დაგვიდასტურა პენტაკლების ტუზმა, რომ აგვისტოს თვე უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ თქვენი განზრახვების შესრულება დაიწყოთ და გექნებათ აუცილებლად ძალიან კარგი შედეგი და თუ კიდევ ნეიროგრაფიკიდაც გაამყარებთ და გააძლიერებთ ამ ენერგიას, რაც შემოდის სამყაროსგან, თქვენ შეგიძლიათ, რომ ნეიროგრაფიკა გამოიყენოთ იმისთვის, რომ გონება მოახდინოს ადაპტაცია. აი ამ იდეების სწრაფი ადაპტირება რომ მოხდეს და ბლოკები არ წარმოშვას, ხო, ჩვენმა გონებამ დამცავი ბლოკები, ხო? გარკვეული რაღაცა მინუსების სახით, ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ ეს ყველაფერი ნეიროგრაფიკაში და კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი, რომ გამოვლინდეს ჩვენი გენიალური იდეები და მოგვიტანოს სასურველი ფინანსური შედეგიც. და მოდით გავაკეთოთ დღეს ნეიროგრაფიკა განზრახვა. ხოლო პენტაკლების ტუზს უკვე როგორც ცალკე სიმბოლოს დავხატავ ნეიროგრაფიკაში და ამის ვიდეოსაც გაგიზიარებთ.